2025-26 სასწავლო წლის დაწყების დღეს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლები მოინახულეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხუტუა ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მინისტრმა მოსწავლეებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა, ხოლო ვერცხლისა და ოქროს მედალოსნები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჭინჭარაძის დავალებით დღეს მთავრობის წევრებმა თბილისსა და რეგიონებში არსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებში სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცეთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. მინდა მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი პედაგოგების მიმართ, რამე თუ განუზომელია მათი 8 წლი ღირსეული განათლებული მომავალი თაობის აღზრდაში. მინდა რომ მივულოცო ყველა მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ახალი კალენდარული წელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი მომავლისთვის და მათი განვითარებისთვის. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ისინი ყოველთვის ცდილობენ ხარში დაგვიდგნენ არსებული საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრაში და დღეს ჩვენთან ერთად ისინი ზეიმობენ და ულოცავენ ჩვენს მოსწავლეებს დამდეგ ახალ სასწავლო წელს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოგვილოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, რაც შემდგომ ძალიან დიდი мотиваციის მომცემია. ვისურვებდი, რომ წლევანდელი წელი ყოფილიყო შარშანდელზე უფრო ნაყოფი. გადმომეცალა ოქროს მედალი და სასიამოვნოა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ხვდები როგორც სტუდენტი და ყველა მოსწავლეს ვუსურვებ უამრავ წარმატებას.